გვაჭანტერაძე ვარ. დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, მუშაობს დამატებითი მძიმე ტექნიკაც. დღეს მედიის წარმომადგენლებს პირველად მიეცათ საშუალება ფეხით გაევლოთ დამეწყრილი ტერიტორია და თავად ენახათ დაზიანებული ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი. ჟურნალისტებს შორის იქ არსებულ ვითარებას დავით ქაშიაშვილიც გაეცნო. მედიის წარმომადგენლებს მოგვეცა საშუალება, რომ დამეწყრილი ტერიტორია სრულად გვენახა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად. ჩვენ ვიმყოფებოდით მდინარე დევდორაკის ხეობიდან ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე დაახლოებით 2 კილომეტრზე არის გაშლილი ღვარცოფი დამეწყრისგან ჩამოტანილი საკმაოდ დიდი რაოდენობის მასა. ადგილზე სამუშაოები, როგორც უკვე იცით, გრძელდება ამ მომენტისთვის. სპეციალური ზარალის დამცველი კომისია არსებობს. როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, ზარალი სავარაუდოდ იგივე იქნება, რაც მაისის თვის სტიქიის გამო მიადგა ზარალი რეგიონს. სავარაუდოდ საუბარი არის 3 მილიონ ლარამდე. ასევე სპეციალური დამცველი კომისია არსებობს ზარალის უშუალოდ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, იქაც დაზიანებულია შენობა და შენობის შიგნით ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად არის მოშლილი. საკმაოდ დაზიანებული არის როგორც პუნქტი, ასევე ესი მთლიანი გზის საფარი. ძალიან რთული მდგომარეობა არის და როგორც დაინახეთ, გზაზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჯერჯერობით საბაჟომდე არ მოსულვართ, ალბათ ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციაში დავიწყებთ საბაჟო პუნქტის გაწმენდასაც, როგორც ჩვენ მოგვეშენა საშუალება, რომ ბოლომდე მოვიდეთ. ამ შედეგად ჩამოსულეთ შედარებით ნაკლებია, თუმცა საკმაოდ ძლავრი ჩამონატანი იყო, რამაც გაცილებით მეტი ობიექტი დაგვიზიანა, ვიდრე წინა შემთხვევაში. თუ წინათ მხოლოდ 800 მეტრიანი დაახლოებით კილომეტრამდე მონაკვეთი დაზიანდა, უკვე დაახლოებით 2 კილომეტრია დღევანდელ დღეს დაზიანებული. ორ დღეში გამოხატული გვექნება, რამდენი დღეში შევძლებთ ჩვენ ამ სტიქიის დაძლევას და მოძრაობის გახსნას ამ მონაკვეთს. რაც შეეხება გასადენს, ხვალდილით უკვე იქნება აღდგენილი 1200-იანი დროებითი მილი და სომხეთში უკვე მიიღებს სომხეთს უკვე მიეწოდება გაზი. ვაპირებთ ამის შემდეგ უკვე დაახლოებით 14 დღე დაჭირდება იმისთვის, რომ სხვა მიმართულებით უფრო კაპიტალურად 700 მმ-იანი ახალი მილსადენი ავაშენოთ. სტიქიის ზონაში ელოდებიან პრემიერ-მინისტრსაც, რომელიც სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც სომხეთში ვიზიტს დაასრულებს, წამოვა პირდაპირ დარიალის ხეობაში და ადგილზე გააკეთებს განცხადებებს, რაც შეეხება გაზსადენს, რომლითაც სომხეთი მარაგდება და რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დროებითი გაზსადენის აღდგენა უკვე მოხდება ხვალ საღამოსთვის.